დაწყებული ვარ, ხო? მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. ორი კალიგის ჩემპიონატი, სადაც ეს ვიხილავთ პირველ მოხერხებულ შეხვედრას, რომელიც გაიმართება გასტრონომთა და ჯეოხის შორის დაგაცნობით შემადგენლობებს. გასტრონომი გივი ჭაჭუა, თუხენდამერი გიორგი დუნგუა, ნომერი მიაზეაფშიპა, სამი ნომერი გიორგი გელასუში, ნომერი ნუბო იორდანი, ნომერი დავით ასლანშვილი, სხვა ნომერი. გიორგი ჭაჭუა მოგესალმებით არის გასტრონომის. მე კარი რა შეიძლება ჯეოხის, არში გიორგი ბარბაკაძე. როი ნომერი ლაშა ყალანდია 6 ნომერი, ეს ხანჩალაშვილი 5 ნომერი, გუპა კაცი 10 ნომერი, ლევან ძინძიბაძე 7 ნომერი და ლუკა მაღლაკელიძე 5 ნომერი. ასეთი არის გუნდების 6-ეული. შეიძლება განვილი გზებს, შედარებით პორტული გზა გაიარა რა თქმა უნდა გასტრონომი, ვინაიდან ის ეწლების კლუბში იყო და ბოლო ტურამდე პლეიოფის ჯგუფ თამაშების ბოლო ტურამდეც კი არ იყო გარკვეული მატჩები, თუმცა დიდი ბრძოლის ხარჯზე მათ მოახერხეს პლეიოფში გასვლა და ავიდნენ მესამე ადგილით, რაც შეეხება ჯეოქის მეორე ადგილი დაიკავეს ბ ჯგუფში, შესაბამისად ბ ჯგუფის მეორე ადგილოსან შეხვდა ა ჯგუფის მესამე ადგილოსას. ეჭვისყრის შემდეგ როგორც ჩანს, დაიწყებს გასტრონომი თამაშს, დაიწყო გასტრონომა დაუგორა ბოქსის თამაშაზე. პირველი წუთები ჩვენი პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის კალანდია ბურთით. გადაცემა გააკეთა ძინძიბაძე ბურთს, მაგრამ მაინც გასტრონომს აქვს დარჩა ბურთი თამაში, შემდეგ გადაცემა აუტი. გოლი აუტი. ძალიან ბევრი აუტი სკოტფურის კონებინიდან ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნება, არაფერს დათმობენ. აცერგის მოთამაშეები თამაშწესები დაარღვია, გოლი ჯარიმაც ახლა ლევან ძინძიბაძე არის დამნაშავე ამ მომენტში. კარტანკოს გასტრონომის ნომერი ზენ გადაცემა ბარეშილი მიიღო ბურთი, მაგრამ ანჩელაშმა ძალიან უშიშრად დამაჯერებლად დაუტოვა ბურთი. საკუთარი გუნდის მეკარეს ბარბაკეთენ შეიყვანა ბურთს თამაში კალანდია მარჯვენა ფლანგზე ძელი გადაცემა თუ კაციაზე არ გადის. კარგი არის უნგუა. გადააგდო საერთოდ გოლის პარკებს გარეთ. ბურთი განხდება რამდენიმე წუთში გოლ შეხვედრა. შეიყვანა ბურთს თამაში ანჩელაშმა, ბარბაკაძე კალანდია ერთით. გადაცემა არასწორია ძინძიბაძეზე. აუტი ნოთის ახლა უკვე გასტრონომი. გაითამაშეს ბურთი მონის ცენტრში გასტრონომის მოთამაშეებმა გელაშვილი იორდანიშვილი ბურთით გაექცა წინ, შემდეგ იბრძვის ძალიან კარგად ბურთი საბოლოო განმარტება მაინც არ გეკნი 2-3-ზე ახალ ნახეთ. უშლება რომ გასტრონომის ნახევარზე გასწორ თავგაწერი თამაშები ისე ელოჩი იორდანიშვილი კარგი იყო პრესინგზე გასტრონომი, მაგრამ მაინც რჩება. ჯეოკლინი ცოტა უკბინა გასტრონომმა ამ მომენტში ჯეოკლინს დაანახის მოთამაშეება ის რომ არც ერთ მომენტს არ დათმობენ რონდელ შეხვედრაში. კიდევ ერთხელ შეგახსენებ სწორედ ამის ხარჯზე ვიხილეთ მეოთხე გასტრონომი აქ მაღლაკელიძე ბურთი დაეცა შეიძლება თამაში სამომენტში ჭაჭუა როგორც გადაარჩენს საფარი გუნდი და იქ მიიღო ტრავმა, როგორც ჩანს ხელი იწინა გასტრონომის მეკარემ. სამედიცინო დახმარებას სჭირდება ჭაჭუას. კარგად შეუწია ჯეოქლინმა, მაგრამ კარგად დაუხდა ასევე გასტრონომი დაცვაში. მედი არ იქნება არაფერს და გააგრძელებს ჭაჭუა თამაშს. ადარგომი კარის ყავს გავაკეთოთ გასტრონომს. სოგო გოლაშვილის სახით, თუმცა რაღაცა უნდა აუსწროს. სენაადრევად რომ ჭაჭუა მარტო ჩამჭანეთ და კეთება რაღაცა უნდა გააგრძელებს თამაშს. მაკარის თორე კუთხოვი როგორც ჩანს არ არის კუთხოვი და ბურთი დარჩა გასტრონომს. აბანია დაიკარგა ბურთი, შემდეგ მოეცაში მაღლაკელიძე რა კარგი არის აქ. გასტრონომის ცხრა ნომერი იბრძოლა ბოლომდე გავითათავა. ყავავდნენ მომოტოს ბურთი. ჯეოქლინმა კალანდია უკაკაცია საკუთარ ნახევარზე ეწევის ცენტრისკენ. გადაცემა მაღლაკელიძეზე არ გადის. ავიდა თუმცა ძალიან მაღალი იყო გაცემა ერთობა. მაღლაკელიძე და საბოლოოდ აუტი.
მანდა შეიყვანოს ბურთი თამაში გასტრონომიიდან ორავდა ბურთი თუმცა მისაუბრა მაგრამ ეგზელებინა თამაშიდან საიდანაც სადაც მოჩერდა ბოლოს ბურთი ხალხა ყანჩელაშვილი ძალიან კარგი დაცვაში ასლანიშვილი ბურთი ფლანგზე ორაძიებში ხადა ძალიან სუფი და არასუფი არის ეს და ანაკი ფაქტია ყოფილა ეს ჯეოქიმისტვის არბაკაძე ბურთით და ბურთი კალანდიას ზუსტად ნახევარზე აღწარო ჯერჯერობით გაცემის გაკეთებას ახლა გაიწევს კაციაზე კაცია უკან მოუწია ბურთის დახევა შემდეგ კალანდიას დაუგორა ბურთი შაჭრაზე გემაშვილი თუმცა მოდის პარკებს გარეთ გადის ბურთი უკან კაცია საკუთარ ნახევარზე ენკაი სულფენი და კარგად გათამაშებას ჯეოპრის მოთამაშე მაგრამ არ გამიგებია არა გავიკეთების დარგვა ენიარას ამოსებს კაცია თვითონ ბოლოს მაინც როგორც დააღწევს წესები არანაკლებ ფიტი არის ჯეოპლინიც თუმცა მოგეთქვით მეოთხეფინალია და აკუპე წაგება და შენაკეთებს ინტი ჩემპიონატს არ გადამდგაზრებული ეს ფაქტი როგორც ერთ ისე მეორე გუნდს მოთამაშეებს შესაბამისად ბოლომდე ბრძოლობენ ყველა მომენტში არბაკაძე ბურთით კალანდია გადაცემა ძინძიბაძე ძალიან კარგად თამაშობს აქ მომენტში ონის ცენტრში კლავ კალანდია ანჩელაშვილზე არის შეღალეჩენა ეს შეიმაგრა ბურთი ჯეოპლის ხანამერმა და აუტი გასწონებს ასობაში დაახლოებით 5 წუთი ამოიწურა პროელტაინის ანგარიში ფრენული უსაკუთრ რა ყავდა ამ შეხვედრაში არავინ ელოდა ვინაიდან არ გარიცხავდნენ გუნდები და ზოგადად შეიძლება თელ გამის გამოგოს თქვა სცენარი გამთვარდა მოვლენები არ გარიცხოს არც ერთმა გუნდმა და შემდეგ პელებში გადაწყვიტონ ბედიძე აქვს გაგზელი გადაცემა ყანჩელაშვილი ვერ თამაშობს ბურთზე ორგანიზმმა კარგი იყო და ეგ ბოლომდე თამაშა და ბოლომდე არ გამოდაბატახე ეს არევება ამ დაკუს შეუქმნა ასეთ წარმომწობის შეკავას ლოდანი რაღაც ყოლა საფათუა მასე ნებისმიერი გუნდის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს გასტრონომის ხუთნომერი ძალიან სწრაფია ძალიან ტექნიკური ძლიერი კარგი დარტყმავდა არც ესეთი მოთამაშე რა თქმა უნდა ნებისმიერ გუნდს დაამშვიდებდა დაამშვენებდა უკაცრავად დაამშვიდა ახლა უკვე თამაში ჯეოპლინმა აცია ჯარიმა რაღაც უნდა დააგატოს წესები ასლანიშვილმა კალანდია გაათამაშა კაცია ბურთით რომის ცენტრი გაცემა კალანდიაზე არცმა გარისმარხებდა საკმაოდ იყო გუნდუა ბურთი წამოიღო ხარი ნახევარნა გადავიდა მეტოქს ნახევარზეც მოძრაობა არ გამო გაიკატო გასემ წავა შეტავა სწორედ იორდანაშვილმა განახორციელა რამდენი წუთის წინ კალანდია ბურთით გაცემა ძინძბაძე მიასწრებდა ბურთს ფლანგიდან ეროვნულ დარჩება გასტრონომს ეს მოთამაშეა ძიაბში მაგზელი გადაცემა ყანჩელაშვილი მეორე სათულზე თამაშობს ძალიან კარგად მაგრამ მაინც გასტრონომია მოიცემს ბურთით შეშვიდი ნომერი შეყונה გაცემის გაკეთებისას ძიაბში გაბურთით წამოიღო შუაში ძალიან კარგი გაცემა იორდანიშვილი გაიგო ბურთი თუ დაეწევა მოახერხა ბურთს მანამ დატოვა მოვის პარკლებს ბურთმა აუტო კაცია ბურთით წამოიღო შვიდად ნელი ნაბიჯით მეტოქსენ წელი გადაცემა მაგრამ ძალიან მაღალი არის გოლი დაეხმარა ორედ მას არის სიმაღლე იმ პირველ თამაშში მეორე საფუძე და არ მიეცა საშუალება ყანჩელას ბურთის მიიღო ბურთი და დაემთავრა ყუთური მოწოდა ბურთი ევროპინა და ეს ბაღო აუქულის გარკვეულ გაცემ დაიძაბა სიტუაცია რაღაც პავნა ცენტრში არის ძინძიბაძე შეიძლება ხალხს ამ ტურნირზე მისგან საკმაოდ ფიცი
თამაშია, მაგრამ ესმის რა თქმა უნდა ემოციური სპორტია. იმას გაათამაშებს გასტრონომი. ხოდრის მე-11 წუთზე. და სამიშვილი გამორბენი და ატყარ იყოს შეტი და ოთხური რატო გაატარა ბოქსი საინტერესო ხანჩალაშია. იორდანიშვილი მოაძლევს ოთხური. დედაპირ კარისკი გაგზავნა ბურთი იორდანიშვილმა მოარტყა ლოკაციას. ვასტ ხაზამეთმა მოვაკაცია. ძალიან კარგი. ათამაშა ბურთი კვლავ გასტრონომიაში ნომერი დაწუნწარის მართულებით. გაიგებინა შემდგომ საჯარიმოში, მაგრამ ბურთი მაინც მისდის გიორგი ბარბახაძეს დააბრუნდა ბურთი. ბოდიშა იორდანიშვილმა კაციას. და ბურთი ძალიან დაკარგა ბურთი ჯეოფმა იორდანიშვილი ძალიან ჩქარობს. სადაც ჩქარება საინტერესოა სულიან ძალიან სწრაფი არის. მოდამეთე კოთხური მოეპოვა. გასტრონომმა ფავორიტად მოიაზრებდნენ ამ შეხვედრას ჯეოფლის, მაგრამ გასტრონომი არის გუნდი, რომელიც ორანაირ მოლოდის აფარწყლებს ამ ტურნირზე 1-0. ხოდრის მე-12 წუთზე ახლა უკვე უნდა გააქტიურდეს დეოტრილი. გამაცაშვილი შემოვიდა ამასობაში მოედანზე და სწორედ ის ალბათ დაირღვა თავის წესები ეცვალა. ბარბახაძე უთით გძელი გადაცემა სწორედ გამაცაშვილზე შეცვალა ბურთს. მოცაშმა შეცვალა ლუკა მაღლაკილიძე. ახო პასმეტანს ესრულება ჯეოკლიც. კანჩალაშვილი ბურთს. კაცია ვერ მიიღო ბურთი, შემდეგ მოიგერია გასტრონომმა. ბურთი და კვლავ ბარბახაძე. ნახევარზე. ძელი გადაცემა კალანდიაზე. კალანდია მიიღო ბურთი და ჩავერ მოახერხა, თუმცა როგორც ჩანს მანამდე დატოვა მოინის ფარგლები ბურთი. აუტაშემოს თამაში გასტრონომი. საკუთარ გოლის ავტორი დაუთასვაინფილ ზიაფშიპა გადაცემა იორდანიშვილზე არ გავა. ვერი იყო ეს გადაცემა. ანჩელაშვილი ბურთით. ცა ფლანგზე წაიღო. ანჩელაშვილმა იორდანიშვილი იმიაურა თამაშობს აცოში წამოიღო ბურთი რამდენ სორის იმთვის მამაცაშვილი ბურთით ძალიან კარგი არის. ანჩელაშვილი ამ მომენტში ვარდნაში არ მისცა ისმის საშუალება. მეტავაშეს ჩაიჭრა ბუთიკარო ფერვერი გამომეჩი. გასტრონომის 7 ნომერმა გიორგი გელაშვილმა არ და როგორ რეალური შანსი ეკნებოდა შემდეგ ეს ბუთი ამ ბუთის დამუშავება რომ ეფებინა მამაცაშვილი ყანჩე. ეკაცა თანხმობა რომ კარგი დაიშვილი. კარგია შემდეგ გელაშვილის მომზადებდა ჯარიარა. ესები გადაცემა იორდანიშვილზე არ გავა, კალანდია წამოიღო ბუთი. კაცია მოდის ცენტრში. აგიც რომ მოძრაობები და ვერ გავუძო საკერტმანეთს. ზოგადად და კაცია მძობდა, ალბათ კაციას თავად ვეთამაშა. მოიჩი ბუთი. წინა. რეგალი მამას უწოდებთ ძმისთვის. იორგი კალანდია შემოდის. აქ კალანდიას დაცვა. დიდი გემეპარა ბუთი მოიცემში მანცელა შენცია და ზენა ის გასტრონომის კარიერა განსხვავებული შემდეგ ბურთით. არ შეიმაგრა ბურთი იორდანიშვილს შემდეგ კვლავ ძინძიბაძე მარცხენა ფლანგზე იგზნო ახლა უკვე თამაში ჯერმაც. გადაცემა შემდეგ არ გადის და ჭაჭუა ბურთი. ინდუა ისეთი დაიღვა რა თქმა უნდა. თამაშს ესემთან მომეჩი კაცია იყო დამნაშავე. ასობაში 15 წუთი ამოიწურა 5 წუთი პირველი ტაიმის დასრულებამდე იყო შეჭი. ატოს დაჩაბუთა საბოლოოდ ზაფტა. მაგალი გადაცემა იორდანიშვილი როგორ ამაზად მიიღო ბურთი შემდეგ. ბერმწარედ მოხდა იორდანიშვილს ამ მომენტში, იბატონი მამაცაშვილი დამნაშავეა.
მას კი გაისმა ძალიან წარედ მოხდა იორდანიშვილს. წარედ მოხდა იორდანიშვილს. ვახერხა მაინც წამოდგომა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ მომენტში არაფერს არ დათმო ძალიან მამაციდებული. იორდანიშვილი. ასლანიშვილი ბურთთან. ნოსობაში როტაციამ კედელი აღმართა. შეოფინის მეკარემ გიორგი ბარბაკაძემ სასტოს ელოდება. სანიშვილი გამორბენი დარტყმა, ძიძიბადეს ხდება. კედელში უძი ძამში პარცელი გადაცემა აბურთს იღებს სპერავი დარტყმა გარიდან. ძიძიბადეს გადაცემა, მაგრამ ვერ იღებს ძიძიბადე აბურთს. იორდანიშვილი დაუტოვა ელაშვილს ციოდა გაუძრა ბურთს მამაცაშვილი მოილის ცენტრში დარტყმა კარგზმეს მოიგერია ბურთი. მოიგერია შემდეგ მოიგერია საერთოდ საკუთარი ნახევარიდან გასწრებს თამაშია ბურთი გიორგი ბარბაკაძე ბურთი. წელი გადაცემა კაცია თუ თამაშობს ელაშვილი ბურთი ამაზია დაანი რისკდა ამ მომენტში მაგრამ თავისუფლების არღო რა თქმა უნდა იყო და საკმაოდ საფათო მომენტში და თამაშის წესები კალანდიამ შეძლო ვიცით პირველ ჩვენმა მაგრამ დაინდორებო სამომენტში გიორგი კალანდია არბიტრმა ყოყო იორდანიშვილი გუნდის კაპიტანი ბურთან ლაურ კაციანი ედელი აღმართებენ ძალიან გარის მოწოდებით როგორც მიური ოზატიდან კონსულტანტის ბურთი პირველი გოლი კუთხიდან გავიდა და ახლა ფრთხილად უნდა იყოს ჯეოკლინი ყურადღებით პირდაპირ კარისკენ გაგზავნა ბურთი გელაშვილმა თუმცა არაზუსტი არის ზატუნდაც სულება ორმაგიც სულება კალანდია და მაღლაკელიძე მეიდანზე განისხვება კაცია და კალანდია შეკალანდია ბრუნდება მოედანზე არბაკაძე წელი გადაცემა მამაცაშვილი ერისამასე ბურთზე კარგი არიან ძიამში პა იორდანიშვილი ბურთით არტო არის იქ დათმა არის ემეტა ცალი პოთარიბოდა იქ მასპანგზე გელაშვილი თუმცა ალბათ მაისტორი გაწყდა მიიღო ამ მომენტში იორდანიშვილმა ანჩელაშვილი კალანდია ჩაინეს არისკენ გადაცემა კალანდიასგან და აუმართლა ძალიან ჯეოქლის რომ ხილინად ვერ შეჭრა ბურთი გელაშვილმა არბაკაძე საკანახევარზე წამოიღო თავად ბურთი გზელი გადაცემა ისამართოს რედუმ სამართო გადაცემა არბაკაძის მხრიდან ამასობაში 17 წუთი გავიდა შეხვედრის პირველი ტაიმის და ახლა სამწუხაროდ გულით დანეჭე აგებანკო სიგურადოს სამბუთი დასმაკის მაგრამ არაზუსტი იყო საბოლოოდ მაის უგუა წამოიღო მუსიკა როგორც არის ხო აუტონ მოზის ჩოკინი მაგალითზე მაგრამ ძალიან ხარბი თამაშია ზურგუა ლავაძნა შეყენეს ბურთი თამაში შეოქის თამაშებმა კალანდია გადაცემის ბურთზე არაზუსტი არობენ გასწრების თამაშები შეყვანეს თამაში მაგრამ საინტერესოა სადეჩქარება ზემდობენ ერთი კურს ზაფში პა მოიგერია ერთი იორდანიშვილი დათმო და მაინც არის მოახერხა ის გაგზავნა იორდანიშვილმა ბარბაკაძე მოიგერია ზათმული კვლავ ერთი კუთხური ასტრონომს ასლანიშვილი კიდევ ერთი დათმო არაზუსტია ისევ იგივე სტილში ცდილობდა გოლის გატანა ასლანიშვილი აღარ გამოვიდა მაგრამ მომოვიდა მაშინ როდესაც ჭირდებოდა გოლს ძიბაძე იქნებოდა აბურთზე მაგლაკელიძე ახლოს არიან ისინი საჯარიმოს და გამოვიტანეს ბურთი მაგრამ იორდანიშვილმა მოიტარა ეს ბურთი მაგრამ შემდეგ უკვე კარგი არის და ფაგი ძიბაძე ეხმარება საკუთარ ბურთს საკუთარ ლევან ძიბაძე გაითამაშა კედელი მაგლაკელიძესთან მაგრამ ბოლომდე ვერ გაიტანა ტემპერა კარგია მაგრამ ბურთი იორდანიშვილი ყველა ბურთი მასტარი ზიფკესი იორდანიშვილი გაიტანა საკუთარში რომი ყველა ბურთი მასტარი მისწორებდა აპორტავთელა ინსპირება მაგრამ აღძელებს თავს არაჩერებს ხოლმე ზოგადად ჩანს თავარი არბიტრი გელაშვილი ბურთი ძალიან არის გადაცემა ისიც ძალიან უნდა აჭერაში მისაფეთმე ჯეოქის როგორც უნდა ჯეოქის ლოპიკე ტაიმში გატანა ის მაგრამ კარგი არის ასლანიშვილი ოდის ცენტრში შემდეგ ზარიმა საბოლოოდ დანიშნა არბიტრმა ოდის ცენტრში გატანა ბურთს ჯეოქლინი
ლანდია გზნობა იგზნობა უკვე დაძაბულობა როი დამის ბოლოს და ამის ალბათ ასაუთამაში სლოცრენ გავხდებით მეორე ტაიმში ციციბაძე და მაგარშნაკულები იორდანეს თქვა ეხება ამ და აუტი წფნათოვარი ჩება მოსლოვენ ტრანსფერონდეს არგი არის გელაშვილი ბესინზე კალანდია მამაცაშვილი საფთანახვარზე გადაცემა არაზუსტია მაგაკიმიძე ფეინერჩი და ლაბუთანძრასტრენონ არგი არის აცოში კალანდია ამ მომენტში იორდანიშვილი ონისენსკე შეიწია იორდანიშვილმა 1-2 მესამე უკვე ვეღარ შეწევნა სამწუხაროდ და კარგა ბურთი ბალაკელზე მოილის ცენტრში ამოიღო ბურთი ძინძიბაძე კაცალია და მამაცაშვილზე კარგი გატანა Uelo Carlos Belo já tá dando que com nada mesmo para psicologia para você dar a data na prática dessa coisa goli nós vamos dar a mais e os porquê aí tava ძალიან დონჯომ ნახავთ განმეორებით ამ მომენტს 1-1 თამაში იწყება თავიდან მისეთი გასწავლია ხოლმე ბურთი ძალიან მალე მოიპოვა ჯეოქრინი მაგრამ ძალიან მალე დაკარგა ელაშვილი ბურთით თამაში გასრომს იორდანიშვილის დარტყმა არაზუსტია დარტყმა კარიდან არბაკაძე გოქი ელი გადაცემა ძინძიბაძე თამაში ბურთი მაგრამ მარლაკეიძე როგორთან დატოვა შეშეც და ბურთს და ასწავლა პირველი ტაიმი არ ერთი შეისწავლეთ საკმაოდ ფუტკი და ხიბრუნებით მეორე ტაიმი რომელიც ძალიან საინტერესოა დაძაბული იქნება მაშასე გიბრუნდებით მეორე ტაიმით დაიწყებს შეხვედრას განახლებს შეხვედრას ამჯერად უკვე ჯეოქრინი 1-1 არის პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან დაძაბული პირველი ტაიმი ვიხილეთ ძალიან ლამაზი ნახოთ მეორე ტაიმში რაიმე გზელი გადაცემა აქტივატური ასტრონომის შეიმაგრა ბურთი არბაკაძემ ყანჩელაშვილი გადაცემა ძინძიბაძეზე აფასტირობდა ძინძიბაძე მაგრამ არ გამოსახლა უკვე ბურთით არის ასტრონომის მეკარე ჯაში შემოვიდა ამასობაში მოედანზე და ასევე მოედანზე არის სამარიანი როგორც შესრულებით დაიწყო ეს შეხვედრა გასტრონომმა და კარშიც აღარ გას იუჭაჭუა ასო გოგოლაშვილი შემოვიდა მოედანზე ფაქტობრივად სამაგისტრება გამოვიდა ასტრონომის ავარ ნელსა ნახოთ რას შედეგს მოიტანს ეს სულები ბარბაკაძე წამოვიდა ბურთი არავინ ავიდა მასზე დაგმა ხარისმართულებით გამოდერია ეს ფული ასე გოგოლაშვილმა მოუწია მეორე ტაიმის სტარტზე თამაში აქტიურად ჩავდა ყანჩალაშვილი მოაწვის კუთხურიდან ბურთს დაცემა და ქვეშ შეწდა ბურთს მაღლაკენზე არ და როგორ ახლოს იყო იგი კართან ციაფშიპა აუდან შემოყვანს ბურთს თამაში სარიასაც მოგაცემ მაღლაკენზე დუბლი გაიფორმა მაღლაკენზე და როგორ მიუტევდა შესამა დაუშვა თუნდუა ამ მომენტში რატომ გარისყას ეს საინტერესოა 2-1 ხდება ანგარიშ და ახლა უკვე გასტრონომმა უნდა აჩვენოს საკუთარ შესაძლებლობას მაქსიმუმი ამარიანი გადაცემა არ გადის იორდანიშვილზე კარგი არის ლაშა კალანდია ამ მომენტში ახალი ბურთი შემდეგ იორდანიშვილი შეიმაგრა ბურთი ძალიან კარგი გადაცემას ქონდა ჩაფიქრებული არ გადის მაღლაკელიძე მეორე სართულზე ცოტა ვერ ითამაშა ხერიანად მაღლაკელიძე ბურთით არის გასტრონომი მაგრამ დაკარგა მაგრამ გასტრონომი ბურთსა ბოლოს მამაცაშვილი იგერიებს ბურთს და აუტი ძალიან მალე მოახერხა
მეორე ტაიმის ალბათ პირველივე წუთზევე მოახერხა ჯეოკლინმა გოლის გატანა, ახლა უკვე ისინი არიან წინ და გასტრონომი არის ბევრის როლში. და შეიყვანს ბურთს თამაში ხანჩელაშვილი. ეკარეზე გადაცემა მოიგერია ბარბაკაძემ პირდაპირ ბურთი. აუტი. ცივი შხატი გადაავალო ფაქტობრივად. ჯეოკლინმა გასტრონომს აი ამ ძალიან სწრაფი გოლით და ცოტა ალბათ ცირე შოქშიც არის გასტრონომი, მაგრამ ისინი არ დანებდებიან რაღაც უნდა ისინი არ ნებდებიან არასდროს. მარიანი ძალიან კარგი ჩანაფიქრი იორდანიშვილზე, მაგრამ ვერ შეძლო აბურცი იორდანიშვილი. კალანდია ბურთი. აუტი მოაწოდოს კალანდია, მეკარის გადაცემა ბარბაკაძე, გრძელი გადაცემა არაზუსტი არის და აუტს ახლა უკვე მოაწვის გასტრონომი. ძიაბში პაბურთი. მაღალი ბურთი მოგეხსენება აუტიდან მაღალი ბურთის გათამაშება არ შეეძლო, ბურთი გადავა ჯეოკლინისკენ. ჯეოკლინი შეიყვანს ბურთს თამაში აუტიდან. კალანდია გააკეთებს ამას, ბარბაკაძეს გადაცემა. საკუთარ ნახევარზე გაათამაშეს ბურთს ჯეოკვლინის მოთამაშეობა, კვლავ ბარბაკაძე. ძელი გადაცემა, ძიაბშიპა მეორე სარტულზე ძალიან კარგია, შემდეგ ძალიან კარგი არის იორდანიშვილი. აიღო ბურთი იორდანიშვილმა, მაგრამ ჩვენა ფლანგიდან ვეღარ მოახერხა შემდეგ ჩაწოდება და რატმა კარიდან როგორც ჩვენს გაეცა მონის ფარგლებს გარეთ იორდანიშვილის ბურთი. კალანდია, ძელი გადაცემა მაღლაკელიძეზე და სამი არ შეხედი ამ მომენტში მაღლაკელიძე ბურთს გოლი ჩაეწერება კალანდიას, თუმცა ძალიან დიდი წილი შეიტანა სამი გოლში. უკან მაღლაკელიძემ ძალიან კარგი არის ჯეოკვლინის თერმინომეტრი ყოველ შეხვედრაში და 3-1 ხდება ანგარიში ორი ბურთიანი ოპერაცია უკვე სოლიდურია ჯეოკვლინისთვის ძალიან რთული იქნება ამ შედეგის დაკაჩვა იორდანიშვილი ჭაშმა მიიღო ბურთი და ჯარიმა როგორც ჩანს წინააღმდეგ დაიგო თამაშის წესები ხუთი წუთი გავიდა დაახლოებით მეორე ტაიმის და 5 წუთში მოახერხა ორი გოლის გატანა ჯეოკლინმა 3-1 შეგახსენებთ წინ არის ჯეოკლინი იორდანიშვილი ბურთთან ამ საერთო მომენტი და მამაცაშვილი ეხობება ბურთს და ესე ემოციურად ეგებება ამ მომენტს იგრძნო მოედანი თამაში ატმოსფერო ყველაფერი იგრძნო ჯეოკლინმა და ლუკა მაღლაკელიძე ჯერჯერობით თამაშის თავარი გმირი შეცვის კუტაკაციას მაღალი გადაცემა იორდანიშვილზე არ გადის არაზუსტია ეს გადაცემა და დაკმაკარიდან ბარბაკაძე ასად აღარ ეჩქარება ახლა ჯეოკლინს ძველი გადაცემა მამაცაშვილი მიიღო ბურთი ამ ბურთს ვერ დაეწია მაღლაკელიძე შემდეგ და აუტი ძაბშიპა აუდნა გათამაში ბურთი ამ მარიანზე როგორც ეს კალანდია არის დამაშავე ამ მომენტში ორიგი ჯარიმა რომელსაც შეასრულებს გასტრონომი დავყე მარიანი ბურთი ვენი დარტყმა არასწორია შეიძლება მაგრამ ხო იყო ბარბაკაძე ბურთი გადაცემა ოიგერია ეს დარტყმული თამაშია შემდეგ ამარიანი ავიდა მასევე ძნავდა მაგრამ საბოლოოდ ბურთით ყავდა გასტრონომი დაიკარგა მაგრამ მალევე დაიბრუნა გასტრონომის ბურთი და ძალიან საფრთხო თამაში მამაცაშვილის მხრიდან ჯარიმა ნევერთი ჯარიმა და მორიგი გასტრონომისთვის ცვლილებას ახორციელებს ამასობაში ჯეოკლინი ძინძიბაძე ნაცვალ ჩამოიგანზე დარასელია
სამეთებები არბიტრმა ჯეოკლინს მცველს მაღალი გადაცემა იორდანიშვილი დათმოთ არის საფრთხე. არაზუსტია. როგორ მოახერხა ამ მომენტიდან დათმა იორდანიშვილმა. ძალიან მოქნილი არის ეს მოთამაშე, მაგრამ ეს აწყალობს ჯერჯერობით. გასტრონობს. დემიცრება განახორციელა კიდევ გასტრონომმა და ასევე სულაც ახორციელებს ჯეოკლინი. ალანდიაალი გადაცემა კაცია მიიღო დაუგო ყანჩოვაშის, მაგრამ არ გამოვიდა ეს. გავიდა მოიდის პარკლებს გარეთ ბურთი. ძამში პაგზელი გადაცემა მომასაში ძალიან კარგი არის, მოიდის წესში ხომოძრაობა შემდეგ შეიმაგრა ბურთი, კიდევ ერთი ხომოძრაობა ძალიან კარგია, კაცია. ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი დათმა და არ გაუმართლა და რასელიას აეჭრა ბურთი, არ და რა ლამაზი იყო ეს. მოქმედებები ჯეოკლინის მხრიდან ძალიან სარისკო თამაშობს, გასტრონომი და ცოტა აიჭრა გუნდი მეორე ტაიმში და რა თქმა უნდა ლოგიკური არის ესეც. ჯეოკლინი ბურთი არბაკაძე ახალი გადაცემა მიიღო. ილაურმა ეს ბურთი შემდეგ კარგი არის დაცვაში მამაცაშვილი. კიდევ ერთი აუტი. ნიცში გაითამაშა ბურთი გასტრონომმა, მაგრამ ეკოშების შემდეგ მათგან გადადის სწორედ მონის კარგით გარეთ ბურთი და ჯეოკლინი დარჩება. ბურთით აუტი. კალანდია ბურთთან. არბაკაძეს გადაცემა. არბაკაძე ახალი გადაცემა შემდეგ აქ იბრძოლა კაცამ, თუმცა ვერანაირი ხეირი ვერ მოუტანა საკუთარ გუნდს. შემდეგ ახლა უკვე იორდანიშვილი მიიღო ბურთი ძალიან თუნში ყოფილი და რაგონა როგორც ჩანს არ არის თამაშისების გარღვა ამ მომენტში, არა და აპელირებს გასტრონომი პენალზე ჩელენჯს ითხოვენ. გასტრონომის წარმომადგენლები და კი ბატონო განიხილავს ამ მომენტს თავარი არბიტრი. არბიტრმა დააბავნახოთ ახლა რას იცავს უკვე გასტრონომი. ეს გოლი თუ გაიტანა და ეს პენალტი თუ გაიტანა გასტრონომმა, აი ნევე უკვე არ ვიცი რადიკალურად დაეძაბება ყველაფერი. უგო იორდანიშვილი რაღაც ფაულა ბურთთან, ვინ თუ არა ის, ვინ თუ არა კაპიტანი. აბავნახოთ რა იქნება და რა გამოვა ამ მომენტიდან. გაისმის სასტენი იორდანიშვილის გამერბენი დათმა! აუ ბარბაკაძე პენალტი იორდანიშვილიდან! სასწაული ბურთი მოიგერია. ბარბაკაძემ და დატოვა ეს ორი ბურთიანი უპირატესობა, რაც ჰქონდა საკუთარ გუნდს. არ და თითქოს ახლოს იყო გასტრონომი მიზანთან, ერთი გოლით და შემდეგ ერთ ბურთიანი უპირატესობა უკვე არაფერი აღარ იქნებოდა, მაგრამ აცუდა ეს მომენტი იორდანიშვილმა. ათამაშა მე კუთური გასტრონომმა, ახლა უკვე აუტ უნდა გაათამაშოს. ლუკი. გალაში სევიცე გალაში. დაბრუნდა ასლანიშვილი მოედანზე. გაათამაშა კუთური დათმა და იგერიებს კიდევ ერთ ბურთს ბარბაკაძე. ბოლო 2 წუთის გმირი გიორგი ბარბაკაძე ჯეოკლინის მხრიდან. დაბრუნდა ჭაჭუა მოედანზე გოგოლაშვილის ნაცვლად. ეს ასე რა თქმა უნდა ძალიან დაიძაბა სიტუაცია და რაც ცოტა გადამეტებულად მოქმედ ამომეჩი უკვე კაციამ ანაბძულებით ალბათ იგი მიიღებს ყვითელ ბარათს. სამეთებები როგორც მოთამაშე და როგორც ყვითელი ბარათი არაჩვენა. არა არბიტრმა. საინტერესო არის ეს გადაწყვეტილება ნაკრების მხრიდან, და ესეთ შემთხვევაში ყოველთვის იღებენ მინიმუმ ყვითელ ბარათს მოთამაშეები. ახლა გაითამაშა კუთური გასტრონომმა კაცია ჩაჭრა ეს გადაცემა.
ბურთი რჩება ჯეოქნის. მოსობაში დაახლოებით 13 წუთი მიიწურა მეორე ტაიმი, 7 წუთი რჩება გასტრონომის უფრო შემოწევაზე გაიტანოს 2 გოლი. რასელია იყო კაშმალზე იორდანაშვილის ძელი გადაცემა ვერ იღაცა საბურთგელაშვილი. კალანდია ბურთით. წამოიღო კალანდიამ ბურთი და თამაშის წესებს დააყვა. ასლანიშვილი აღოს თამაშის წესებს. მაღლაკელიძე, ძინძიბაძე და კალანდია გიორგი ბრუნდებიან მოედანზე. მამაცაშვილი დარასელია. სავარაუდოდ ლაშა კალანდია დაისვენა. როგორც ჩანს გადაიფიქრა ბოლოცულება ჯეოქნის თავარმა მწვრთნელმა. გიორგი კალანდია ჯოჯოქი არჩევა მოედანზე. დარჩება ლაშა კალანდია, ვინაიდან ახერხებს თამაშის გაგრძელებას. კაციაზე გადაცემა შეემაგრა ბურთი ლოკაციამ, როგორც ჩანს გაიქცა მაინც ბურთი და აუტი ზიაფშიკა ბურთით. იორდანიშვილი ვერ მიიღო ბურთი. იორდანიშვილმა შემდეგ მაინც შეიმაგრა ბურთი ამ მომენტში ძინძიბაძემ, საბოლოოდ მაინც გაიქცა ბურთი. მაგრამ როგორც ჩანს ბურთი მაინც რჩება ჯეოქნის. კაცია ორი მოთამაშე ავიდა ეგრევე კაციაზე, შემდეგ დაიწყო თამაშის წესები. ზიაფშიკა ბურთით. მაღლაკელიძემ კიდევ ჩაჭრა ეს გადაცემა. ხლა მაინც იყო გასტრონომი, მაგრამ დაკარგეს მალევე ბურთი მაღლაკელიძემ. დაუტოვა ბურთი მაღლაკელიძემ კალანდიას, გაათამაშა კალანდიამ ბარბაკაძეზე. კაცია ძალიან დიდი პლუსი არის ის, რომ ბარბაკაძე შეუძლია ფეხით თამაში მოგცემა ჯეოქნის. მეკარია და ძალიან დიდი პლუსია მეხმეტეს მინი ფეხში, რასაც მეკარე შეუძლია ფეხით თამაში. და თამაშის წესები ყარჩევაშმა კიდევ ერთი ჯარიმა გასტრონომისტის. იორდანიშვილი ბურთთან. ყოველ კაციან კედელი აღმართა. ჯეოქნინმა ყარჩევაში და კაცრად განან კედელში. იორდანიშვილი გაათამაშა სამბურთს, ვერ გაათამაშა სფერიან ბურთი გასტრონომის მოთამაშეებმა და აუტი. კალანდია ბურთით. ძინძიბაძეზე ძალიან კარგი გადაცემა, თუმცა აქ დაარღვევა თამაშის წესები, რა თქმა უნდა ეს დარღვევა არის. ძინძიბაძე აღავს თამაშის წესებს. ჯარიმას გაათამაშებს გასტრონომი. მაღალი გადაცემა არ გავას, ის გადაცემა და უკვე აღარ გამოსდის არაფერი გასტრონომის გუნდს. დასანანია არა და ალბათ ყოველთვის ბარბაკაძე ბურთით. აი და მომჩი გადააგდო პირდაპირ აუძე ბურთი. გასტრონომი კალანდია გაითამაშა თამაში, მაგრამ ბურთი მაინც დაჭა გასტრონომს, შემდეგ გამოიტანა გაუგებარ სიტუაციაში ბურთი ჯეოქინმა. ზიაფშიკაც გერიერ საკუთარი ნახევრიდან აუტი ჯეოქინს. ალბათ მაინც ეს იქნებოდა გაეტანა ის პენალტი იორდანიშვილს. კუჩ მოთამაშეების იქნებოდა კარგი, ასევე ნეიტრალური მაყურებლისთვის, გულშემატკივრისთვის. თუმცა აჯობა იმ მომენტში ბარბაკაძემ იორდანიშვილს და ანგარიში კლავს 3-1-ია. კაცია ბურთით. ათამაშა აუტი ჩაუჭა მას იორდანიშვილმა, მაგრამ ბურთით მაინც კაცია არის, ძალიან კარგი მოძრაობები არის თამაშის წესებზე, ბურთით, მაგრამ კარგია შემდეგ ძინძიბაძე გასწავში. ბურთი რჩება კვლავ გასტრონომს, აუტა შეიყვანს ბურთს თამაში გასტრონომი. გადაცემა არ გადის მაღლაკელიძე, მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი დაუტოვა ძინძიბაძეს, შემდეგ სრულ მოძრაობა არ გამოსდის ძინძიბაძეს, კარგი არის დაცვაში. აქ ძალიან ცუდი მოქმედება ჭაჭუას მხრიდან და კუთხური როგორც ჩანს. კუთხური დარჩება ჯეოქნის. აჭრილი არის გასტრონომი, რა თქმა უნდა და ეს ლოგიკურია. სასამწუხარო ამავდროულად. ანჩელაშვილი. ახალი გადაცემა მაღლაკელიძე, მოიგერია ჭაჭუამ, კაცია დარტყმა, ახლა უკვე იორდანიშვილი გადაეღობა ამ დარტყმით. დარტყმა კარიდან. ბარბაკაძე ბურთით. ახალი გადაცემა ძინძიბაძე მიიღო ბურთი ძინძიბაძე, მაგრამ ვერ შეიმაგრა, ვერ მოახერხა შემდეგ დამუშავება, თუმცა მაინც აუტით რჩება ჯეოქნინი.
არბაკაძეზე გადაცემა. ყოველი გათამაშებული სტანდარტის შემდეგ ბურთი მიდის არბაკაძემდე, სწორედ მას აძლევენ. ბურთზე რამხელა პლუსი არის ეს ჯეოქლისთვის რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დამსახურებაა იმის რომ არბაკაძესი რომ ჯეოქლინი იგებს. დღევანდელ შეხვედრაში ძალიან კარგი არის ბურთი. კაციას დუეტი რალამაზად გაითამაშეს ბურთი. ამ მომენტში დაატყვა და შემდეგ ჭაჭვა ძალიან კარგი არის კარში. ყანჩელაშვილი კუთხურიდან აწოდება დაატყვა კარსინაკელით არაზისტია. ახლა უკვე ვერ გაიყვეს ბურთი კაციამ და ძინძიბაძემ ამ მომენტში. თუმცა ამის გამო რა თქმა უნდა ისინი ერთმანეთს არ გაუნაწყენდებიან. ელაშვილი წამოიღო ბურთი გადაცემა შემდეგ ჩაჭრა კალანდიამ არ გადაცემა მარიანზე. მარიანი ბურთით და იორდანიზე არ გავიდა გადაცემა არ და კარგად მოიფიქრა ყველაფერი ასლანიშვილმა მაგრამ შეეძლო დარტყმას ამ მომენტში არბაკაძე ძელი გადაცემა ძინძიბაძე მიიღო ბურთი აუტოვა კაციას შემდეგ ხელზე ხდება აქ ბურთი ასლანიშვილს მაგრამ როგორც ჩანს არა თამაშწესების დარღვევა ახლა უკვე გააჩერა არბიტრმა შეხვედრა გასტრონომი ბურთით. დევეჯრაცემა ჩაჭრა კალანდიამ ძალიან კარგი არის დაცვაში. იქი კაცია შემდეგ. ამშია თამაში. ძინძიბაძე აკრატელას სილობდა დაერყვა, მაგრამ არ გამოვიდა ამ მომენტში ჭაჭვა ბურთით. იორდანიშვილი. რასი გააცემა და კარგად გაიქცა სიტუაციაში ყანჩელაშვილი. ძინძიბაძე გაიქცა ბურთით ძინძიბაძეს, სასლანიშვილი, გელაშვილი. ხოლმე ძალიან კარგად დაეხმარა დაცვაში. ძინძიბაძე კალანდია სად გამოატარა ბურთი ძინძიბაძე დათქმა და აიღო მაინც ეს ბურთი ჭაჭუამ და კუთხური ორი წუთი და შეიძლება რამდენიმე წუთი კიდევ დაამატოს არბიტრმა კუთხურიან ჩაწოდება გასტრონომის მოთამაშეს ხდება ბურთი კიდევ ერთი კუთხური ოიღო ბურთი გასტრონომა სამიოზე არის შეტევაში არის ბურთი გადაცემა არიანი როგორ არ გადის სამემეთში გოლი მაღლაკელიძე შემდეგ დარტყმა ეტრი გაიფორმა უკა მაღლაკელიძემ და ის სუტი რომ მოიქნება დღევანდელი შეხვედრის მთავარი გმირის 4-1 ხდება ანგარიში და პრაქტიკულად დასვა წერტილი ჯეოქლინმა ამ მომენტში რა არის ფეხბურთი წინა მომენტში ამ წამით ადრე ძელს ხდება და შემდეგ დაახლოებით 5 წამის შემდეგ გადის მოწინააღმდეგე ხარეს გოლი აი ამიტომ არის საინტერესო ფეხბურთი 4-1 აშანსე და თავაწეული გადის ყანჩელაშვილი მოინიდან ათამაშა ბურთი გასტრონომა ასლანიშვილი და ბოლო წუთი მინარევს როგორც ჩანს ასლანიშვილს გაექცა ბურთი ეტყობა უკვე გუნდს რომ შეებუენ ეც წასეა ფეხბურთში ან არის ანოდის ტრიუმფი ხანოდის წაგება კალანდია კიდევ ერთ გოლს გაიტანს მაღლაკელიძე ძინძიბაძე სადმოახერხა მაინც ბურთზე თამაში შემდეგ ჭაჭვა გამოაქვს საჯარიმოდან ბურთი კალანდიას დარჩა ბურთი საკუთარ ნახევარზე ჯეოქლინი კალანდია ძელი გადაცემა ოიგერია ბურთი დუნდუამ და გაისმის საფინალო სასტენი 4-1 ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ყველა შეხვედრაში ჯეოქლინა მიულოცეთ ამ გუნდს რა თქმა უნდა ნახევარფინალში გასვლა და გასტრონომის გადავხადეთ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვაჩვენეს თამაშები რომლის წყალობითაც მოვიდნენ ისინი ამ ეტაპამდე აუცილებლად ვიხილავთ იმედია გასტრონომის შემდეგ ტურნირზე მოგეხსენებათ ეს მათთვის დებიუტი იყო და ძალიან წარმატებული დებიუტი აჩვენეს ამ ბიჭებმა და ძალიან დიდი მადლობა ასევე მიშელ ატარიას მწვრთნელს გასტრონომის მთავარ მწვრთნელს რომელმაც სული და გული ჩადო იმისთვის რომ მისი გუნდი მოსულიყო აქამდე მივოცოთ კიდევ ერთხელ ჯეოქლინის გამარჯვება და ნახოთ ვინ იქნება მათი მოწინააღმდეგე ნახევარფინალში ამას გავიგებთ ყოველდღე სათამაშო დღეს სადაც გაიმართება 3 თამაში და ლუკა მაღლაკელიძე რა თქმა უნდა შეხვედრის MVP
შასე, გემშვიდობებით. დღევანდელი შეხვედრით და შევხვდებით ხვალ. დროებით.